მოკლედ ისევ შემოვიდა ის კითხვა პლუტონთან დაკავშირებით და მერწყულებთან დაკავშირებით და მოდი ჩავწერ, რახან პლუტონი მართლა მერწყულში გადადის მომავალი 20 წლით. ეს ძალიან დიდი რამეა. და თან წეღანა ვიდეოს ჩავწერ, რომ 3000 წლით შეიძლება გავიდეს 23 გრადუსზე გადახრილი პლუტონი და საერთოდ ანუ მერწყულიდან გავიდეს და შესაბამისად ეს მერწყულის თავისუფლების და რაღაც განვითარების ენერგიები დაგვიტოვოს, სასწაული იქნება, ხო? ჰუმანისტური ენერგიები. ესე იგი 2054 წლამდე ამ წლევანდელი წლიდან მერწყულებს ეს პლუტონი რომ შემოდის, პლუტონი არის ძალიან შორეული პლანეტა, შესაბამისად ძალიან ნელა მოძრაობს და შესაბამისად ნელ-ნელა ახდენს ჩვენზე ზეგავლენას, ესე ჯობია ჩავწერო ალბათ. მოკლედ, როგორც არის მერწყულებს ექნებათ ყველა პრივილეგია. ანუ ეძლევათ ძალიან დიდი შესაძლებლობები. ასევე მერწყულებს ძალიან გაუმართლათ რა, მოკლედ, რა სანამ პლუტონი იყო მაგალითად თხის რქაში, სახე ეზრობოდა თხის რქებს. წინა 20 წელი, ვინც თხის რქა იყავით, რავი, მომწერეთ როგორ იყო. ანუ და ამიტომ ბევრი ასტროლოგი ვარაუდობს, რომ მერწყულების შემთხვევაშიც არ მომწონს ეშუქი. ესე ჯობია ისო. ხო. ამიტომ ბევრი ასტროლოგი იმასაც ამბობს, რომ მერწყულების შემთხვევაშიც ესე იქნება, მაგრამ ეს ასე არ არის მერწყულების შემთხვევაში და რატომ? მერწყულების შემთხვევაში ძალიან გაუმართლათ მათ და ყველაზე კარგად იქნებათ რეალურად საქმე. სხვა დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით. მერწყულებს 2024-ში მაგალითად, პლუტონი როდესაც იყო რეტროგრადული, ძალიან ცუდი პერიოდი ჰქონდათ. ანუ ვისაც ჰქონდათ, ამათ მათ დაწერეთ. 2024 წლის ანუ თებერვლამდე და დასაწყისშიც ძალიან ცუდი პერიოდი იყო და მერე ნელ-ნელა გამოვიდნენ მაგ პერიოდიდან და ძალიან მძიმედ ჩააჭირა. განსაკუთრებით იმათ, ვისაც ასევე ყავს ასიდენტი და მთვარე მერწყულებში. და გაიხსენეთ 2024 წელი როგორი იყო თქვენთვის. ჩემთვისაც ძალიან მძიმე წელი იყო და ყველასთვის გონი. ხო, განსაკუთრებით ხო, მთვარე ვისაც ყავს, ეგ ვთქვი. ხო, და ივნისში ბევრმა იგრძნო წესით 2024 წლის ივნისში ბევრმა მერწყულმა იგრძნო ლიდერის თვისებები თავის თავში და უახლოესი 20 წელი, ანუ ეხლაც ამ ივნისის თვეშიც იგრძნობდით აი ამ ლიდერის თვისებების გამოღვიძებას თქვენ თავში და ეს 20 წლის მანძილზე რეალურად ზოდიაქოს ეს ნიშანი წაუძღვება ძალიან ბევრ ხალხს. ანუ იმიტომ რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების წარმომადგენელი ნიშანია და ანუ იმის წარმოდგენას ეხლა ჩვენ არ შეგვიძლია რა დიდი და უზარმაზარი და გრანდიოზული ცვლილებები იქნება ამ ყველაფერში და საერთოდ სამყაროში, არა მარტო ტექნოლოგიურად, არამედ ეზოთერულად, არამედ ესეთი ცოდნებით, იმიტომ რომ მერწყული რეალურად წყალს ასხავს, დედამიწას ვიბრაციას ასხავს, ხო, ვიბრაცია ტალღებია, ხო, მერწყულის ნიშანი, ახალი ტალღები შემოდის სამყაროში და პლუტონის ახლით. პლუტონი არის ბოლო პლანეტა, რომელიც ძალიან დიდ რაღაცებს მართავს რა ამ სამყაროში, წარმოიდგინეთ და მოკლედ, წარმოდგენა არ გვაქვს რა იქნება, რა მოხდება და ეხაც ვერაფერს ვერ ვიტყვით ჯერ, მაგრამ სასწაულები მოხდება. შესაბამისად, ამ ენერგიების მიმღებლობაში და ამ ენერგიების ატანაში სხვა ადამიანებს ვინ უნდა დაეხმაროს თუ არა მერწყულები. თან უბრალოდ აი ჩვეულებრივი მერწყულები რო ავიღოთ, ჩვეულებრივი რას გულისხმობ? აი უბრალოდ მერწყულები, რომლებიც მაგალითად ოფისში მუშაობენ. ისინიც კი თავის აი ამ კოლექტივში რომ მიდიან, აი ამ ოფისში რომ მიდიან, რეალურად მერწყული კოლექტივის ენერგიაა, ხო? და ანუ თქვენი ენერგიით დატენით იმ თქვენ ხალხს, თქვენს გარშემო, იმის მიუხედავად რა სფეროში მუშაობთ. მაინც თქვენი ენერგია ეს პლუტონი რო ატარებს მერწყულის ამ ფაზას, მოკლედ თქვენში ეს ენერგია იქნება, რომელიც გაამხნევებს და ენერგიას მისცემს სხვა ადამიანებს. ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ უახლოესი 20 წელი იქნებიან ისეთ მდგომარეობაში, რაც მერწყულის საპირისპიროა. მაგალითად, თუ მერწყული უსწრებდა ყოველთვის თავის დროს და აი როგორ იყო მისი არავის არ ესმოდა და ასე შემდეგ, ეხლა მერწყული აყვება დროს და მერწყული ყველაფერს გაიგებს და სხვა დანარჩენი ადამიანები წუწუნში იქნებიან და აუ რა ხდება და ანუ რო ვერ იაზრებს რა არის ეს, როგორ ვიმოქმედო, ანუ სრულიად სხვანაირად იმუშავებს სამყარო და ანუ ცოტა დაბნეულები იქნებიან და ზუსტად ამიტომ ანუ ეს ენერგიები რეალურად ამ მომენტში შეტრიალდება და ეს გაურკვევლობა და მიუღებლობა და წუწუნის ენერგიაში რო იქნებით, ამიტომ ძალიან უნდა გავიგოთ მერწყულებმა, რომ
მერწყულებს გვექნება ძალიან დიდი ძალა, რომ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს ამ პერიოდში, კაცობრიობის აი ამ პერიოდში. მერწყულებს ექნებათ, ანუ რეალურად მერწყული იქნება დედამიწის საყრდენი, ანუ პლანეტაზე ცხოვრები ადამიანების საყრდენი. მომავალი 20 წლის განმავლობაში და მე არ ვიცი, ჯერ აქ ვამბობ. მერწყულებს ჯერ არ გაუგიათ, დარწმუნებული ვარ და არ აღუქვიათ თავისი მისიის სიდიადე და თავისი მისიის აი რაღაც ლეველის და დონის მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ნიშანს, ამ ზოდიაქოს ნიშანს. რა თქმა უნდა, თავში არ უნდა აუვარდეთ მერწყულებს, არ უნდა აგვივარდეს და ვერც აგვივარდება და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ თვითონ პლუტონი ამ შემთხვევაში არის გარდის პირველ სახლში. ანუ ნიშნავს, რომ პირველ სახლშია, ჩვენ პირველ სახლში. ეს კი არის ეგოს სახლი. ჩვენ ეგოს ურტყავს პირდაპირ და თქვენ წარმოგიდგენიათ, მეს სახლია. ეგოზე ბევრი ვიდეოა ჩემგან ჩაწერილი და ბევრმა იცის უკვე ჩემგან ეგოს შესახებ. თუ არ იცით, ჩაუყევით ჩემ ვიდეოებს, გაიგებთ რა არის ეგო. ხო და ჩვენი ეგო მერწყულების იქნება ძალიან დამცირებული რაღაც სტრესში, წნეხში და ანუ აი ბულინგში, მოკლედ ძალიან რთულად იქნება სიტუაცია. ოღონდ რეალურად ასე რთულადაც არ იქნება სიტუაცია. უბრალოდ ჩვენ დავიწყებთ ეგრე სიტუაციის აღქმას. ანუ თუ ვიღაცამ მაგალითად მასწავლებელმა დაგიწერა 9-იანი, შენ ამას მიიღებ როგორც მასწავლებელმა მე 2-იანი დამიწერა. ანუ ძალიან გადიდებული გვექნება ეგო და ძალიან გვეტკინება ნებისმიერი კრიტიკა ან კომენტარი, ამიტომ მოდით ხალხო თქვენც ნუ აწყენინებთ მერწყულებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ახლა მე როგორც უმკლავდები, უკვე ვგრძნობ ამ ენერგიას, მე როგორც ვუკლავდები, ეგრევე Instagram ბლოგკა, Facebook ბლოგკა, მაგას ვაკეთებ. ან იმიტომ რომ ჩვენზე იქნება დიდი პასუხისგებლობა და ჩვენ რო არ გაგვაღიზიანოთ და ზედმეტ კრიტიკისგან გვაშოროთ, ჩვენ უფრო კარგად მოვექცევით სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ როდესაც გაღიზიანებულია მერწყული საერთოდ ძალიან ცივი ნიშანია, შეუძლია ისეთი რამე გითხრას, რომ მოგკლას უბრალოდ და ამიტომ თქვენს ნუ მოიკლავთ თავს და ჩვენც ნუ გვაწყენინებთ და მოერიდეთ მერწყულის თუნდაც მინიმალურ კრიტიკას. აი მე რომ წერთ, ინტერტილი მძიმე არ იცი, გამანებეთ თავი, მოკლედ, ჯობია რა. ხო და მე ეხლა ესე ვუმკლავდები, როცა ვხედავ ჩემს მიმართ კრიტიკას ან რაღაცას უბრალოდ ბლოკავ, იმიტომ რომ არ მინდა ჩემი ენერგია დავიბინძურო, შესაბამისად მე ეს სხვა ხალხს იმათ, ვინც არ იმსახურებს ამას გადავდო. ხო და უნდა აღიქვათ მეწყულებო ის, რომ ილუზია გექნებათ, რომ ძალიან გაკრიტიკებენ. მაგრამ ეს ილუზიაც არ იქნება, იმიტომ რომ ის დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნები ძალიან დაგრუზულები იქნებიან, ძალიან მძიმედ იქნებიან და შესაბამისად მათი გაღიზიანება იქნება ამ კრიტიკის საბაბიც. და ჩვენც შესაბამისად იმის გამო, რომ ჩვენთან არ ხდება ეგრე, ვერ გავიგებთ, რატო არიან ესე დაგრუზულები. ამიტომ აი ეს უნდა გავაცნობიეროთ, ხო? ამიტომ ეხლავე შევეჩვიოთ, რომ საერთოდ ეგო დავიკიდოთ, გავუშვათ, ზედმეტი რაღაც პოლემიკებში არ შევიდეთ, საერთოდ ჯობია მართლა დაბლოკო, განერიდო, ქრისტეს უმაგას აკეთებდა, ბევრი ხალხი რომ მოაწნობა და განერიდებოდა, ვინმე ვინც მაგის წინააღმდეგ იყო, მოვიდო და განერიდებოდა. ეგრე განერიდეთ, პირდაპირ არავის არაფერი არ უმტკიცოთ, არაფერი არ გაქვთ მერწყულებს დასამტკიცებელი, იმიტომ რომ წინ ხედავთ 50-100 წლით წინ ხედავთ და გაანებეთ სხვების იმას ჯაჯგურს თავი, თქვით რაც გინდათ, დანარჩენი არ გესმის წადი, თავი გამანებებს, ხო და რა უნდა მეთქვა კიდე? ხო, მაგრამ პირველი 7 წელი იქნება ეს ეგოს თემა ძალიან რთულად. პირველი 7 წელი იქნება და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მე ნელ-ნელა უკვე დაიწყება. ძალიან გაძლიერდებით. შეიძლება ძალიან სექსუალურები გახდეთ. ძალიან დიდი ძალა გექნებათ, ფიზიკური ძალა გექნებათ. ძალა მოაქვს საერთოდ პლუტონს ყველა ნიშანში, სადაც გადადის, აი ძალა რაღაც ჯანი და რაღაც ესეთი ტიპი არა, მე ხო და ანუ ესეც გამოიყენეთ კარგად სასიკეთოდ. და ანუ ეს ძალა რო გერჩით, უნდა მიხვდეთ, რომ აგრესიაში არ უნდა გადაგივიდეთ, ეს ქალებსაც ვეუბნები და კაცებს, რავი, ფიზიკურ ძალადობაში არ გადაგივიდეთ და ამიტომ ჯობია რომ ეს ძალა სადმე ჰაიკინგზე და ყველაზე ნაღდი არის ჩემთვის არც ტრენაჟორებზე ვარჯიში, არც არაფერი ჰაიკინგი, რავი, წადი მოიკიდე რაღაც ზურგჩანგდა და წადი მთაზე, აი ყველაზე მაგარია, მაგაზე მაგარი რა უნდა ქნა და მე ყოველთვის გირჩევდით, რომ ფეხზე გაიხადეთ და ისე იარეთ, იმიტომ რომ თან იონიზაციას ახდენს სხეული და ჯანსაღდებით. ხო და ხო რა მერწყულებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი მისია განა ადამიანების დაშინება, იმიტომ რომ
ეს შეეძლებათ იმის გამო, რომ ზუსტად ეს ხედვა აქვთ და ხედავენ, რომ იქ რაღაცა ცუდი რაღაცეები ხდება, ანუ ის უნდა თქვა და დააშინოთ ამით ადამიანები. პირიქით, თქვენ აი ამ დაშინებულ პროცესში, რაც იქნება მომავალში, უნდა იყოთ ის სინათლის წერტილი, რომელიც იქნება ადამიანებისთვის. ის ნათელი მართლა ადგილი, სადაც ადამიანები მოვლენ თავშე საფარისთვის, ასე ვთქვათ, რომ სულიერი თუ მენტალური თუ ფიზიკური, რომ ეს ენერგია თქვენგან მიიღოთ, იმიტომ რომ თქვენ არ იქნებით ესე რაღაცეებში შიში. მგონი ეხლა გაშინებთ, ხო უფრო? ხო, არ მინდა მაგის. მოკლედ, უნდა იყოთ სინათლის სხივი მერწყულება და უნდა დაეხმაროთ ხალხს 20 წლის მანძილზე. ჩვენი დანიშნულება არის, რომ დავეხმაროთ ხალხს, ისედაც მერწყული რო იბადები, ეგ არის, აი, ეგ ახარ, ანუ და არ შეაშინოთ მართლა ისინი რა. ვასწავლოთ, რაც შეიძლება მეტი, რაც კი იცით, ნებისმიერი რამ ასწავლოთ და არ დავაზიანოთ. ხო და აბა შეეგუეთ ამ დიდ ძალას. გამოდით, იყავით ლიდერები, წაუძღეხით თუ რაც არის ხალხს და წარმატებები ყველას.